დავით მაღლაფერიძესთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დავბრუნდით საინტერესო სტუმართან ერთად, შემოგვერთა ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე და ჩვენ ვისაუბრებთ რა გავლენას ახდენს დრო და საზოგადოება ადამიანის ქცევაზე. მოგესალმებით ქალბატონ ლალი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. რა არის ზოგადად ქცევა ადამიანის, რა პასუხი აქვთ ადამიანის ქცევაზე ფსიქოლოგებს? და რამდენად ემთხვევა მათი მოსაზრებები ერთმანეთს, სად არის განსხვავება. ზოგადად ქცევა, რომელზედაც ძალიან ბევრს საუბრობ და არც კი ვიცით, რა შეიძლება იყოს, ვთქვათ, მისაღები, აღიარებული, რა ტრენდული და რა არა. ქცევა არის, რასაც ვაკეთებთ, ხო, როგორც ვიქცევით საზოგადოებაში. და რა არის მისაღები და რა არის ტრენდული, ეს გააჩნია საზოგადოებას, სიტუაციას და დროს, ბუნებრივია. ის რაც ერთ საზოგადოებაში მისაღებია, შეიძლება მეორე საზოგადოებისთვის საერთოდ არ იყოს მისაღები და ბუნებრივია ის სტერეოტიპები, რომელსაც ჩვენ ბავშვობაში ვიღებთ და ვსწავლობთ და გვინერგავენ, შესაბამისად ეს განაპირობებს ჩვენ ქცევას. რა სტერეოტიპებზეც ვიზრდებით, ჩვენი ქცევაც ისეთია. თუმცა ზრდასთან ერთად ეს ჩვენი სტერეოტიპები იცვლება და შესაბამისად ჩვენი ქცევებიც იცვლება. ღირებულებებზეა დიდად ჩვენი ქცევა დამოკიდებული ასევე ღირებულებებიც განაპირობებენ ქცევას. კეთილი, ეპოქები, დრო ახსენეთ და ქცევის მოდელები. როგორ იცვლებოდა ჩვენ დაახლოებით 1 საათი ეთერს მიღმავ საუბრობთ და ესეთი შეკითხვა დავსე 50 წლის წინ რომ შევხვედროდით ერთმანეთს, რაზე ვისაუბრებდით, როგორ მოვიქცეოდით. რა ხდება დღეს? და ზუსტად გითხარი კიდევაც რომ 50 წლის წინ მე 10 წლის ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს, როცა დედაჩემი და მისი მეგობრები იკრიბებოდნენ, რაზე საუბრობდნენ, მათი უპირველესი საზრუნავი იყო, შვილებს რა განათლება მივცე, როგორ შეუწყო ხელი, რომ ის იყოს წარმატებული, რომ იყოს ნასწავლი, საკუთარი თავი პრაქტიკულად გადაწეული ქონდათ რაღაცა მეათე პლანზე. ეხლა უფრო შეცვლილია სიტუაცია, იმიტომ რომ მშობლები ხვდებიან, რომ იმისათვის რომ შვილი იყოს წარმატებული და შვილი იყოს ბედნიერი, საჭიროა რომ მშობლებიც იყვნენ შემდგარები და საკუთარ თავს უფრო მეტ დროს უთმობთ და საკუთარ თავზე და საკუთარ საქმეებზეც ვსაუბრობთ, ხო? ეხლა მე და შენ რამდენი ვისაუბრეთ და ძირითადად საკუთარ თავზე ვლაპარაკობდით. ხო, და აქედან გამომდინარე, მე მგონი აი ეს დამოკიდებულებები შეიცვალა, მნიშვნელოვანი გახდა საკუთარი თავიც. რაც ადრე ნაკლებად იყო. კეთილი. ქცევაში როგორ აისახა საკუთარი თავის გამოვლინება? მაშინ როცა ვთქვათ დღეს ჩვენ უფრო მეტად გარკვეული ვართ, ჩვენი ვთქვათ ცნობადობაც საინფორმაციო მეხსიერებითი არის უფრო მეტად ვთქვათ წინ წამოწეული, რა შეიძლება გავაკეთოთ და რა არა. ერთია ვთქვათ რა მინდა და მეორეა ის კონკრეტული საზოგადოება, ვთქვათ რა ელოდება ჩემგან. ამ შემთხვევაში როგორ პოზიცირებ თანამედროვე ადამიანი, როგორ ვიქცევი, რას ვზღუდავ და პირიქით რას არა. ისე ვიქცევი, როგორც მე ვიქცევი. მე, იმიტომ რომ შეიძლება ერთისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას ელოდებიან მის გან და შესაბამისად იქცევა, მეორესთვის საერთოდაც არ აქვს მნიშვნელობა და ისე იქცევა, როგორც იქცევა. თუმცა ეს მოლოდინები განაპირობებს განსაკუთრებით ბავშვებში. ერთი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი გამახსენდა. ჩატარდა ესეთი ექსპერიმენტი ამერიკაში, როზენტალის ეფექტი ქვია, ამ ექსპერიმენტს ასე დაარქვეს. აიყვანეს მასწავლებლები და უთხრეს, რომ თქვენ ხართ საუკეთესო მასწავლებლები, რომლებსაც ჩაგაბარებთ ბავშვებს, რომლებიც გამოირჩევიან თავისი მაღალი IQ-თი. და ნახოთ 1 წლის განმავლობაში რა შედეგს დადებთ. მართლაც ოღონდ ერთი პირობაა ისო, რომ ბავშვებმა და არც მშობლებმა არ იციან, რომ ესენი განსაკუთრებულები არიან და ამ ექსპერიმენტის შესახებ მათ არაფერი არ უნდა იცოდნენ. 1 წლის განმავლობაში მართლაც ეს მასწავლებლები ასწავლიდნენ ბავშვებს და წლის ბოლოს დადგა რა შედეგი შენი აზრით? ანუ ვინც არ იცოდა, იმან უკეთესი ძალიან მაღალი. ძალიან მაღალი შედეგი დადეს ამ ბავშვებმა. აი მთელ შტატში განსაკუთრებული მოსწრება ჰქონდათ და რა აღმოჩნდა? აღმოჩნდა ის, რომ მასწავლებლები თვლიდნენ, რომ ეს ბავშვები განსაკუთრებულები არიან. ესე იგი, ათვისების უნარი ძალიან მაღალი აქვთ. ძალიან მაღალი გონებრივი შესაძლებლობები აქვს და თუ ვერ გაიგო, ესე იგი ჩემი ბრალია. და
სხვანაირი განწყობით იყვნენ და მე თუ კარგი მასწავლებელი ვარ, ბუნებრივია უნდა აუხსნა ისე რომ ამ ბავშვმა გაიგოს და განსაკუთრებით კარგი შედეგები აჩვენეს სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებმა, რომლებსაც სახში იმის მეტი რომ შენგან არაფერი არ გამოვა, არ გაუგიეთ არაფერი და აქ ესმით რომ შენ შეგიძლია, შენგან ელოდებიან, ამას გრძნობდნენ და შედეგები დაიდო საოცარი. ამიტომ გარემო რა თქმა უნდა დიდ გავლენას ახდენს. მოლოდინი დიდ გავლენას ახდენს, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი ადამიანები. ბავშვები აღნიშნეთ და ფუნებრივია ხვდებით, რომ მოლოდინი შვილებთან იმ თაობასთან, რომელმაც ასე ვთქვათ, უნდა გადაიბაროს, საკმაოდ მაღალია. თუ გავიხსენებთ, თქვათ, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო, როდესაც ეს მოლოდინი თუნდაც საკუთარ თავთან დასვით და ძალიან მნიშვნელოვან საეტაპო თქვათ რაღაცა ცვლილებას მიადექით, არც მეტი არც ნაკლები ლამის ნახევარი ცხოვრება რომ გავიდა და 45 წლის რომ გახდით, მიხვდით რომ რაღაცნაირად უნდა შეგეცვალათ და მოხვედით იქ, სადაც მე თავი იპოვეთ. და ჩვენც მოგვეცა შესაძლებლობა თქვენი გაცნობის. ზუსტად რომ ვთქვათ, რა საკში შეიძლება ვიპოვოთ საკუთარი თავი და შესაბამისად ის ქცევაც, რაც შემდეგ ყველასთვის ასანახი იქნება, გაჩნდეს. აქ არის დრო შეზღუდული. იცი რა 60 წლის ვარ მეთქი ვთქვი და ძალიან მომწონს ამას რომ ამბობ, იმიტომ რომ მივხვდი რომ ამ ასაკში ცვლილებები მუდმივია და თუ შენ რამის შეცვლა გინდა, მე მაგალითად საკუთარ თავს ულაოცებ. და ჩემი საყვარელი გამოთქმა არასოდეს თქვა არასოდეს. ძალიან ხშირად ერთველოდები საკუთარი თავისგან და აღმოჩნდება რომ სხვა რამ გავაკეთე, მაგრამ ის რაც ბოლოს შედეგია, ბოლოს რა თქმა უნდა შედეგი ყოველთვის კარგია. არ მთავრდება განვითარება, მე ვთვლი რომ განვითარება როცა დამთავრდება, იქ მთავრდება ცხოვრება. მე სტუდენტები 67 წლის ასაკშიც მყავს, რომლებმაც ახლა გადაწყვიტეს რომ გახდეს ფსიქოთერაპევტი, ან ფსიქოკონსულტანტი და სწავლობენ და სხვათა შორის იცი საუკეთესო სტუდენტები არიან. იმიტომ რომ ზუსტად იციან რა უნდა და სად მიდიან. მანამდე რა თქმა უნდა, ბევრი ისეთი საქმის კეთება მომიწია, რომელიც არ მიყვარდა, მაგრამ თუ გინდა აკეთო ის რაც გიყვარს, გიწევს ის აკეთო რაც არ გიყვარს. აი ამ სტერეოტიპული ქცევის მსხვერპლით ხომ არ იყავით, იმიტომ რომ რაღაცა რაც უნდა და მშობლებს რა მოლოდინიც გონდა, თქვა რაღაცა კონკრეტულ ჯგუფებს აღმოჩნდა, რომ შენ დარიგებული ხარ, ხო? მოგიწიათ მისი კეთება, ხო? ხო, ნახე, მართლა მომიწია და მართლა ასე ვფიქრობდი და სულ დედაჩემს ვადანაშაულებდი იმის გამო, რომ ფსიქოლოგიურზე არ ჩავაბარე თავის დროზე, როცა ჩემი მეგობარი, რომელიც ერთად ვაბარებდით და ის ფსიქოლოგიურზე წავიდა და მე არა და მთელი ცხოვრება დედაჩემს ვადანაშაულებდი, მაგრამ როცა უკვე ფსიქოთერაპიაში მოვედი და სწავლა დავიწყე, უცებ აღმოვაჩინე, რომ იცი რა, დედაჩემს კი ვაბრალებდი, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მე ვერ გავბედე, იმიტომ რომ არ ვემზადებოდი, ისე ჩავაბარე და ფსიქოლოგიურზე ბარდებოდა ბიოლოგია, რომელიც მე არ ვიცოდი. რაც ბარდებოდა მართვაზე, სადაც მე ვსწავლობდი, იქ ბარდებოდა ისტორია, გეოგრაფია, ქართული და მათემატიკა, რომელიც ძალიან კარგად ვიცოდი და დედაჩემისთვის დაბრალება ძალიან მარტივი იყო და ნახე დათო სანამ არ გავიაზრე, რომ ჩემი ბრალია იმაში, რაც მე გავაკეთე და შედეგი დადგა ის, რაც მე გავაკეთე და ჩემ თავზე სანამ არ ავიღე პასუხისმგებლობა, მანამ ვერ შევცვალე ცხოვრება. როდის და როგორ უნდა დავაბრალოთ საკუთარ თავებს რაღაცეები, მაშასადამე აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები და თუნდაც ის, რომ მნიშვნელოვანია გავიაზროთ მარცხი თუ რაღაც კარის მოხურვა, იმისთვის რომ კვლავ ახალი კარი გაიღოს. ეს რა დროს ხდება და როგორ წავემუშაოთ საკუთარ თავს ამისთვის. ეს რა ხდება ყოველთვის. მთელი ცხოვრება ხდება, უბრალოდ მე მგონია ხანდახან აი ფსკერზე ჩასვლა საჭირო, რომ ფეხი დაარტყა, რომ მე მაღლა ახვიდე. ჩემ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ასე იყო, რომ როდესაც ძალიან მიჭირდა, აი და სხვა გზა როცა აღარ იყო, მაშინ პოულობდი გამოსავალს და ნახე, როცა ერთი კარი იხურება, აუცილებლად იღება მეორე. უბრალოდ უნდა მოძებნო ის მეორე კარი. და აი ბაყაყებზე ერთი პატარა ხოიც მე სუსხაპრებს და ამბებს ხვები. კი ბატონო. ეხა ზოერავცით გამახსენდა. მოკლედ ორი ბაყაყი ჩავარდა რძეში. და ძალიან ღრმა ვერ ამოდიან და ერთმა თქვა რომ მაინც ვიხრჩობითო და რაღაცე ვიწვალო და ჩაიძირა და მეორე იფართხალა და იმდენი იფართხალა სანამ კარაქი არ შეიდღვიბა და ამოხდა მე და გადარჩა. მოკლედ
როცა ფართხალს არ უწყვეტ, მაშინ აუცილებლად სამყარო გვიგზავნის ახალ შესაძლებლობას. ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან გაქვთ ურთიერთობა, საქმიანი, მეგობრული, ეჭვიც არ მეპარება რომ ასე იწყება საქმით და მერე მეგობრობით მთავრდება და ხართ მოხიბლული ამ თაობით. ფაქტობრივად მთელი 1 საათის განმავლობაში ყოველი მეორე ფრაზა თქვენ იყო რა მაგარი თაობა, რა გენიალურია, როგორი კარგები არიან. სად გვაქვს თქვათ ოპტიმიზმის იმედი, რაში გამოიხატება? აი ეს განსაკუთრებულობა, რასაც თქვენ ამ თაობაში ხედავთ. სად დაინახეთ და მიუხედავად იმისა, რომ ესენი თავისთავად არიან რაღაცა კონკრეტული თქვათ ნიჭებით, თქვენთან როგორ აღმოჩნდნენ, რატომ მოდიან? ჩვენ გვაქვს განვითარების, პიროვნული განვითარების ჯგუფები, სადაც ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობთ იმაზე, რომ თავისი შესაძლებლობები და თავისი რესურსები გამოავლინონ და ის, რასაც მე ვხედავ და პლუს მე დაფინანსების კომისიაში ვარ, სადაც საზღვარგარეთ უშვებთ ბავშვებს და ისეთ საოცარ ახალგაზრდებთან მაქვს ურთიერთობა, აი არ ვიცი რა, აი რო უყურებ ხომ ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს შენ დიდი მომავალი გაქვს ამ ბავშვებს რო ვხედავ. პირდაპირები, გულწრფელები, ცოდნაზე ორიენტირებულები, თავისი შესაძლებლობების რწმენა აქვთ და არ ეშინიათ. აი უშიშრები არიან. ჩვენ უფრო ჩარჩოებში თაობა ვიყავით, უფრო ფრთხილები ვიყავით, უფრო გვეშინოდა აი ამ ნაბიჯს რა შედეგი მოყვებოდა. ისინი როგორ არიან, იცი, აი მარცხსაც ითვალისწინებენ და წარმატებასაც. როცა წინ მიდიან, თვლიან, რომ ის რა შეიძლება არ გამოვიდეს რაღაცა და ეს გულს არ უხეთქავთ. ოღონ ბრმად კი არ მიდიან. აი ამას ორივეს თვლიან და აი როგორ ისწავლეს ეს მათ? ოჯახმა სწავლათ კონკრეტულმა ინსტიტუციამ, მაგალითად სკოლამ, რაღაცა გაკვეთილები ხა პირადი, თქვათ, პრობლემები შეიძლება ამასაკში არ იყოს ისეთი, რომ მიხვდე, რომ ესე კი არ ყოფილა, ისე იყო. რომ გითხრათ, იმიტომ რომ რეალურად ხა დალხენილი ადამიანი თქვენთან არ მოვა. თქვენ ცრუ ინფორმაცია. კიდება, თქვათ, კონკრეტული რაღაცა, თქვათ, კონსულტაციის გაწევა და რაღაცა მიმართულების მიცემა, ხო? ამის სპეციალისტი ბრძანდებით. მაინც რა არის ის მთავარი გამოწვევა, რაც ეპოქას მოაქვს დღეს? აი რა პირველ რიგში მინდა ცოტა შესწორება შევიტანო, რომ დალხენილი ადამიანებიც მოდიან ჩემთან, იმიტომ რომ მე ვარ წარმატების მიღწევის სპეციალისტი, ასე ვთქვათ, ჩემი მიმართულებაა უფრო რომ ადამიანებმა საკუთარი თავი იპოვონ, საკუთარი რესურსები აღმოაჩინონ, განვითარდნენ და უფრო ბედნიერები გახდნენ ვიდრე არიან. გარდა ამისა ვმუშაობ ურთიერთობებზე, აქაც მოდიან განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები, რომ ოჯახები მოგეხსენებათ, მარტო ის ოჯახი კი არ მოდის, რომელიც ინგრევა. მოდის ოჯახი, რომელსაც უნდა უფრო ჰარმონიულად იყვნენ. აი, უფრო მეტი შესაძლებლობები ქონდეთ, როგორც ურთიერთობაში, ასევე შვილებთან ურთიერთობაში და უფრო ძიმებთან მე არ მუშაობ. ასე რომ პრაქტიკულად დალხენილ ადამიანებთან მუშაობ და ეს ბავშვებიც მოყავთ მშობლებს და მშობლებთანაც მუშაობ, ბავშვებთან მარტო არ მუშაობ, თუ მშობელთან არ მუშაობ, ბავშვთან არა. იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ადამიანების შესაძლებლობები არის ამოუწურავი და ყველა ადამიანში არის ძალიან ბევრი რესურსი, რომელიც შეიძლება ისე ჩაქრეს, აი ნახე, რამდენი გენიოსი ვიცით, ხო მაგალითად ბეთჰოვენი. ბეთჰოვენის მამა რო არ ყოფილიყო ის ვინც იყო, შეიძლება ისე მომტარიყო, რომ ვერც გაგვეგო ვინ იყო, ხო? ძალიან ბევრი გენიოსი იბადება, უბრალოდ გარემო არ უწყობს ხელს, რომ გამოავლინოს ის შესაძლებლობები, რაც მას აქვს და მე ზუსტად ვცდილობ ყოველ შემთხვევაში მაგ მიმართულებით ვიმუშავო, რომ ადამიანს შესაძლებლობები, რომლებიც უხვად გააჩნია, დავეხმარო, რომ ეს იპოვოს. რომ ამ კუთხით განვითარდეს და ამ კუთხით წინ წავიდეს და რა ვიცი, ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ეს შესაძლებლობები არ აქვს. უბრალოდ არის ხან დათრგუნული, ხან დაკარგული, ხან დავიწყებული, ხან საერთოდაც არ იცის რო ქონდა და ურთიერთობები აღნიშნეთ, რა ტიპის პრობლემებს აწყდებით, თქვათ, რასაც შეიძლება თქვენ სამუშაოდ ინიშნავთ იმისთვის, რომ ეფექტიანი შედეგი დადგეს, მაგრამ მიგაჩნიათ, რომ სკრებითად შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ამ თაობისთვის, ამ დროისთვის დამახასიათებელი. ჩვენ ეთერს მიღმა ვისაუბრეთ ყველაზე მნიშვნელოვან ერთ-ერთ თქვათ იარაღზე, ეს არის
ხუთი მგრძნობელობიდან ერთ-ერთი რასაც შეხება ქვია ტაქტილურ, რომელიც ფაქტობრივად ჩაანაცვლა ეგ თაჩმა ხელის მოკიდებამ და კონკრეტულ მოწყობილობაზე ტელეფონზე. ისე რომ კვლევაც კი დაიდო, რომელიც უცნაური შედეგი აღმოაჩინა, რომ ადამიანები როცა ერთმანეთს ეხებიან, როგორც უცხო სხეულს ისე აღიქვამენ ამას, არა და ასე ვთქვათ, სულაც არ იყო, რაღაცა 20-30 წლის წინ. არის თუ არა ეს პრობლემა დღეს ჩვენთან აქტუალური და როგორც ვცდილობთ რომ აი ცოცხალი კომუნიკაცია რაც არის შეუცვლელი და შეუდარებელი რაღაცნაირად იყოს სათანადოდ წამოწეული წინ. აი რა, ჩემთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა სიყვარულის ხუთი ენა არსებობს, მოგეხსენება, ერთ-ერთი არის შეხება. და გარდა ამისა, შეისწავლეს ტვინი, როდის არის ბედნიერების მდგომარეობაში და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ტვინი იყოს ბედნიერების მდგომარეობაში, ეს არის ჩახუტება. ჩემი ყველა ტრენინგი ფაქტიურად ჩახუტებით მთავრდება. 500 კაციანიც. და თავიდან ცოტა უხერხულად არიან ხომ და მე ისეთი აი სხვანაირი ემოცია გიჩნდება ადამიანის მიმართ, როცა გრძნობ, როცა მის ველს გრძნობ, მის ენერგეტიკას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და გარდატეხის ასაკში თუ არ უყვართ ხოლმე ბავშვებს ეს და მაშინ რა თქმა უნდა ეხა არ უნდა შევაწუხოთ და მივცეთ საშუალება რომ ისე იყვნენ როგორც მათ უნდათ, მაგრამ განსაკუთრებით ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია ჩახუტება, შვილიშვილებთან ჩახუტება. იაპონიაში მაგალითად ბავშვთა სახლები და მოხუცებულთა სახლები ერთად გააკეთეს და არაჩვეულებრივი შედეგი მიიღეს, იმიტომ რომ სიტყვა ორივეს აკლია, ჩახუტება ორივეს უნდა. ბავშვებიც უფრო კარგად იყვნენ და მოხუცებიც, როცა ამ სითბოს ერთმანეთს გადასცემდნენ და ეს როგორ უნდა ვაგრძნობინოთ კონკრეტულ პიროვნებას, პერსონას, რომ ის არის უმთავრესი და მის ირგვლივ ტრიალებს სამყარო და ჩვენ ყველანი. ეხლა მე მაგალითად იაპონია აღნიშნეთ და გამახსენდა, რომ ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს მოსწავლე, რომელსაც 4 წელი რკინიგზა ემსახურებოდა, მხოლოდ იმიტომ დადიოდა, რომ ეს მოსწავლე მისულიყო სასწავლებელში. უამრავი ხარჯი იყო ამისთვის და მხოლოდ ამ მოსწავლისთვის, რომელსაც როგორც კი დაამთავრა და დაამთავრდა კიდეც ეს ვთქვათ რკინიგზის ეს პროექტი რა. ქვეყანამ ასე ვთქვათ გაიღო კონკრეტული ბავშვისთვის ეს. ჩვენთან როგორ უნდა იყოს, რომ აი რაღაცნაირად ფოკუსში იყოს თავად ადამიანი. იცი რა, ეხა ჩვენთანაც არის სოფლები, სადაც ერთი მოსწავლეა და 9 მასწავლებელი. და ძალიან მომწონს. იმის გამო, რომ ეს სოფელი არ დაიშალოს და იყოს, არის რეალურად. და ახლა ბავშვს 9 მასწავლებელი რო ყავს, მოგხსნა ყველა იმაზეა გადაზრდილი, ყველა იმას ასწავლის და ყველა იმას ამეცადინებს. იცი რა, ქვეყანამ აი ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს, ეს როგორ ვაგრძნობინოთ? ადამიანს იცი რა, ყველაფერი ჩვენ გარშემო არ ტრიალებს. მე ესე მგონია. იცი რა, დავანახოთ, რო გვიყვარს უბრალოდ. და რა ვიცი, აი მშობლები გვისმენენ ახლა და გვიყურებენ და ალბათ საჭიროა მათთვის იმ ყოველდღიურობიდან გამომდინარე რაც მათ აქვთ ახლა დიდად ხვდებით რომ დალხენილი არავინ არის ყოველას თავისი საქმე აქვს, თავისი რუტინა აქვს და პლუს ამას ვალდებულებები რომელიც არის შვილებთან და ოჯახის გაწყობასთან დაკავშირებული. როგორ უნდა შეძლონ აი ის რომ ბავშვი ერთის მხრივ იყოს თავისუფალი, მისცენ მათ ყველაზე მნიშვნელოვანი და მეორეს მხრივ მას კონდეს რაღაცნაირად თავისი ადგილი, თავისი სათქმელი, მოძებნოს თავის თავი. შეიძლება ეს თქვათ მშობელმა მისცეს რა თქმა უნდა, რა შეიძლება კი არა მშობელმა უნდა მისცეს ეს ბავშვს. წაღან გესაუბრებოდი კიდევაც მე თვითონ იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული მეთქი, რომ ალბათ საკუთარ შეცდომებზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. თუნდაც ის რომ თავისუფლება უკიდეგანო არ შეიძლება. ბავშვს თავისუფლება აუცილებლად სჭირდება და გავმეორდები და ვიტყვი რომ კარგი მშობლობა რას ნიშნავს. და ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, 3 რამ ჭირდება იმას, რომ იყო კარგი მშობელი. პირველი უპირობო სიყვარული, მეორე უპირობო თავისუფლება და მესამე ეს უპირობო თავისუფლება ჩარჩოებში. და მე მეკითხები ხოლმე რა არის ჩარჩოები, ხო? ჩარჩოები არის ის, რაც ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს. და ეს მასთან ერთად რა თქმა უნდა მიიღებ გადაწყვეტილებას, განიხილავ და ასაბუთებთ, რომ ეს ასე იმიტომ უნდა იყოს, რომ ამიტომ. აი ამ ჩარჩოებს უკვე ბავშვმა არ უნდა გადააბიჯოს და თუ გადააბიჯებს, შესაბამისად უნდა იცოდეს, რომ ამისთვის მან რა პასუხი უნდა გასცეს მშობელს ის რასაც დაარღვევს. და ჩვენ ბავშვებს რა აკლიათ დათო? ის რომ ჩემო კარგო დედა არის სახში მაგალითად და ბავშვთან ვიყავ მთელი დღე. ამ დროს მთელი დღე ტელეფონი უჭირავს და სკროლავს. რა ქნას ბავშვმა? იმ ბავშვს უნდა ურთიერთობა. ფიზიკურად ბავშვის გვერდზე რომ ხარ, ეგ არ ნიშნავს რომ ბავშვის გვერდზე ხარ. ეხლა დედაჩემი მაგალითად სულ ჩვენთან იყო, მაგრამ როგორ იყო, იცი? ან საჭმელს აკეთებდა, ან აუთავებდა, ან კითხულობდა.
და ითვლებოდა რომ ჩვენთან იყო და სინამდვილეში დედა მინდოდა ძალიან, აი დედასთან ურთიერთობა მინდოდა და მე რაღაცა პერიოდში მიხვდა რომ იცი რა ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანი იყო. შვილთან გატარებული ხარისხიანი დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუნდაც 15 წუთი. მას არ უნდა შენი ნაყიდი iPhone 15, ურჩევნია რომ ის 15 წუთი მასთან გაატარო. ოღონდ ეს თავიდან რო ზდირო, აბა ეს არ შეიძლება, პატარა ხარ და უნდა მე დედა ვარ და მორჩა გითხარი. და მე რო გაიზრდება, უცებ გინდა რომ ლიდერი იყოს, გახსნილი იყოს, თავისუფალი იყოს და არ არის. და მე პროტესტი გაქვს. თუ ამ სამრჩევას გაითვალისწინებენ ორივე მხარე, ხო? ნუ ხა ურთიერთობამ ორ მხრივი ვიცით. აუცილებლად. რა ქცევას მივიღებთ ასეთი ჰარმონიულ ადამიანებს მივიღებთ, ადამიანებს, რომლებსაც არ ეშინიათ გადადგან ცხოვრებაში საკუთარი ნაბიჯი, რომლებსაც მშობლები ყოველთვის ეიმედებათ და რომლებიც ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ თვითონაც ბედნიერები იყვნენ და სამყაროც გააბედნიერებენ. ხშირად საყოდურებენ ხოლმე, რომ აი თქვათ რაღაცა თავისუფლების თქვათ ხაზები შეიძლება წითელიც აღმოჩნდეს, აი მაგალითად 70 წელს მიტანებული ადამიანი თავის 50 წლის შვილს ბავშვს ეძახდეს. ნუ ეს არ ხდება, თქვათ უცხოეთში ამის შედარება მოდის, რომ აი ამერიკაში 18 წლის თქვათ გახდები, გზა ფართოა, გიშვებენ და შენ ბედს შენ თვითონ უნდა ეწიო. რომელი მოდელი უფრო მისაღებია, თქვათ და თქვენი მოდელი რომელია მაშინ? არც ერთი მისაღები ჩემთვის არ არის და ამერიკაში არც მასეა, როგორც გონიათ. ცოტა ხნის წინ ვიყავი ამერიკაში. ხო, ზუსტად ეს დაბეჭდილებით დაბრუნდით, საკმაოდ საინტერესო. ძალიან ბევრ ამერიკელთან და აღმოჩნდა რომ ასე 18 წლის გახდა და გაუშვი არ არის, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ოჯახთან და ოჯახი ფაქტიურად მზად არის რომ გვერდში დაუდგეს ახალგაზრდას, როდესაც ეს მას ჭირდება. თუმცა ახლა ყველანაირი შემთხვევა იქაც არის და აქაც. მე მგონია რომ 18 წლის ახალგაზრდას ასპარეზი უნდა მივცეთ აუცილებლად, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ 18 წლის ადამიანა თან ისწავლოს, თან იმუშაოს, საკუთარი თავი არჩევს, პრაქტიკულად შეუძლებელია, ხო? ერთ-ერთი რგოლის სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან. იდეალური სკოლის მოდელი როგორ წარმოგიდგენიათ? იგივე ამერიკული მაგალითი, რომელიც მე მოვისმინე, სადაც აღფრთოვანი თუ აი ორკესტრი იყო და ეს მხოლოდ ორკესტრი არ არის და აქ მხოლოდ რაღაცა თქვათ კონკრეტულ ინსტრუმენტს არ სწავლობ ან მღერას. აქ გუნდურ მუშაობასაც ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია და იაზრებ რაღაცნაირად აი ამ მთელ სისტემას. ჩვენ შემთხვევაში როგორ არის? მაშინ როცა ერთის მხრივ ეპოქა 21 საუკუნე ნანოტექნოლოგიები გეუბნება მე პერსონა აქ მნიშვნელოვანია და მეორეს მხრივის რო არ დაგავიწყოს რომ შენ სურგს უკან ეხა მაგალითად თუ გავხედავთ ადამიანებს რომლებიც მუშაობენ ეთერს მიღმა რომ ჩვენი ეთერი შედგეს ასევე მათი უნივერსალური როლი აქვთ ხო? კი. მიცი რა მარტო ამ შემთხვევაში კი არა, აი ექიმიც რო დიაგნოზს ხო? თუ მარტო ერთი მიმართულებით სვამს დიაგნოზს და ის არ ფიქრობს რომ სხვა რამეებზე ეს რა შედეგს გამოიღებს, შეიძლება ადამიანი ძალიან დააზიანოს. ძალიან მნიშვნელოვანია გუნდურობის მომენტი. არის რამდენიმე სკოლა საქართველოში, სადაც ამ გუნდურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა. პროექტებს აკეთებენ ერთად, მუდმივად იცვლება ეს ჯგუფები, რომ ყველას ერთმანეთთან ურთიერთობა კონდეს და აი ამერიკაზე რო თქვი, ყველაზე ძალიან რა მომეწონა. ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვიყავით სტუმრად, ძალიან მაღალი დონის საჯარო სკოლაში, სადაც ბავშვებს ჰქონდათ სპექტაკლი, სკოლის ბავშვებს. და საოცარი იყო, ჯერ დარბაზი იყო, აი ჩვენი ფილარმონიის ხელა ალბათ. და ესწრებოდა ოჯახის წევრები, დედა, მამა, ბებია, აი მთელი ოჯახი იყო მოსული, მთელი ოჯახი იყო ჩართული. ისეთი ურთიერთობები ჰქონდათ, რომ აი მე მართალი რო გითხრათ შემშურდა. იმიტომ რომ აქ ეხლა წამოვიდა, რომ დედაც და მამაც ჩართულია ბავშვის სკოლის ამბებში, აღზრდის ამბებში, წაყვანაში, გართობაში. ჩემ დროს მე მშობელთა კრებაზე მამა არ მინახავს. მარტო დედები დადიოდნენ და ეხლა იცვლება ტენდენცია. ეხლა მამების ჩართულობა ძალიან აქტიური გახდა და ეს ძალიან მომწონს, როცა ერთობლივად მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი დაშორებული შეიძლება იყოს, აი ბავშვთან მიმართებაში, აი სოლიდარობა, მეგობრობა, ბავშვით ერთად აღზრდა უფრო ხშირია. და აი ეს შეიცვალა და ეს მომწონს. ხარისხიანი ურთიერთობა შვილთან და ოჯახის წევრების ნორმალური ურთიერთობა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კეთილი, ჩვენ ვთქვით, რაზე ვისაუბრებდით 50 წლის წინ რომ შევხვედროდით ერთმანეთს. 20 წლის შემდეგ რომ შევხვდებით, თქვენ რომ 80-ის იქნებით. მაშინ რაზე ვისაუბრებთ? ჯერ იმაზე ვისაუბრებთ, რომ მეტყვი რომ და რასაც სულ არ ახარ შეცვლები.
იმედი მაქვს რამოზე ვისაუბრებ და ნახე წეგან გიყვებოდი რომ იაპონიაში ახალი სკოლის მოდელი შემოიღეს და ანუ აღფრთოვანებული ვარ და იმედი მაქვს რომ ეს მოდელი უკვე საქართველოშიც იქნება და მოგიყვე ეგ მოდელი რაზეა ხო 5 საგანი ისწავლება მარტო ესეთი დაწყებულია ხა ეს ექსპერიმენტი და 10 წლის მერე ელოდებიან რა შედეგი იქნება. პირველი ეს არის ართმეტიკა, ისეთი დონის, რომ იცოდე როგორ გამოიყენო ეს მოწყობილობები, მიმატება პროცენტი ამბავი, ჩაწერო და მოგცეს. მეორე კომპიუტერული მეცნიერებები ძალიან მაღალ დონეზე, რომ კომპიუტერს ფლობდე პროფესიონალურად. მესამე ხუთი ენა თავისი წერა კითხვით და თავისი ლიტერატურით, თავისი ისტორიით ხუთ ქვეყანას უნდა იცნობდე ძალიან კარგად. მეოთხე ეს არის წიგნის კითხვა. კვირაში ერთი წიგნი უნდა წაიკითხოს ყველა ბავშვმა. წარმოიდგინე ხა რამდენი რო ამთავრებს უკვე სკოლას 10 წლის განმავლობაში რამდენი წიგნი აქვს წაკითხული. მეხუთე ეს არის ურთიერთობები, სოციალური ურთიერთობები, კანონთან ურთიერთობა, ბუნებასთან ურთიერთობა. 10 წელი მარტო ამას სწავლობს ბავშვი. წარმოიდგინე რა მაგარ ადამიანს ვიღებთ. მე დავფიქრდი რომ სკოლიდან რეალურად მეტი არც არაფერი არ წამომიღია ის წიგნები ურთიერთობები და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უნარი და მაშინდელი მეგობრები ეხლა ჩემი მეგობრები არიან და მადლობელი ვარ ჩემი სკოლის რომ ჩემი კლასი რომ ვამბობ ხოლმე რომ კლასელები ვიკრიბები ჩემი შვილები ყვებიან ეს რაღად რო შენი კლასიაო და რაც ქვია ერთად რო ვართ ისე ბავშვები ვართ და ისე ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონია 20 წლის მერე ვიტყვით აუ რა კარგია საქართველოს რომ დანერგა ეს მოდელი და რა მაგარი თაობა და 80 წლის ადამიანიც ისეთივე დაკავებულია როგორც თქვა 20-ის და 30-იც და მე მგონია ამ 80 წლის ადამიანების ურთიერთობა შეიცვლება. ნახე ეხლა რო ჩამოდიან ექსკურსიებს რო უყურებ უცხოელები ხო უმეტესობა არიან პენსიონერები. ჩვენთან პენსიონერები ცოტა ჩაკეტილები არიან და ცოტა სხვა ფუნქცია აქვს. 20 წლის მერე მე მგონი ეს შეიცვლება და უფრო აქტიურები და უფრო აი სრულფასოვნად ჩართულები გვეყოლება ცხოვრებაში. ეთილი, რადგან თქვენი ყველა შეხვედრა ჩახუტებით სრულდება, მოდით შევეხოთ ერთმანეთს. მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. მე კი მსმენელს და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე. წარმატებებს გისურვებთ ნახვამდის. ნახვამდის. ეს არის